მოგესალმებით ქართული YouTube-ის ერთგულო მაყურებლებო, ჩვენ დავბრუნდით, ეს არის ინტელექტურის მეორე ეპიზოდი, ჩვენი სტუმრები კი დღეს არიან ბატონი ვახტანგ ბოლოთაშვილი, აპლოდისმენტები. ბატონი ბენი, თუ შეიძლება აპლოდისმენტები ბატონ ბენის. ბატონი რაბანა, დღევანდელი გუნდის კაპიტანი, მეგობრებო. ბატონი ჰიტას და დათო და ძაღლებიდან ჩვენს წინაშეა დათო. მოტოციკლები. ბრავო. ფარგია. დათო და ძაღლებიდან ძაღლები რო ყოფილიყო. არ ვაფშე მოტოციკლები. უღრმესი მადლობა მეგობრებო. ჩემი პირველი მარასდება სიმერა, რაღაცაზე მიბული. მოდი. ბატონო კაპიტანო, ბატონო რაბან, როგორ ბრძანდებით, როგორია თქვენი გუნდის განწყობა, თუ ისაუბრეთ თამაშის დაწყებამდე, თქვენ გუნდთან თუ გქონდათ? მადლობა, დაახლოებით თვენახევარია ვემზადებით ამ გადაცემისთვის, მართლა მინდა რომ უღმესი მადლობა გამოგიცხადოთ აქვე და დავაფიქსიროთ მაპატივისცემა თითოეულ თქვენგანის მიმართ, ვინც აი ამ გადაცემას აკეთებთ და მე ძალიან მომზადებული მოვედი ამ გადაცემაში, მთელი ამ ერთი თვენახევრის განმავლობაში მე გუნდი დავაკომპლექტე, რომელსაც დავავალე საკუთარი სფეროები, სადაც მოღვაწეობენ, რაც შეიძლება მაქსიმალური ცოდნა მიიღოთ. გენიალურია. ამიტომ ყველგან კოზირი მიჭირავს და ღმერთმა დაგიფარო თქვენ რომ რაღაცა ისეთი ჯვარი წერია, კი ბატონო. სხვებსაც ხო არ უნდათ 1-2 სიტყვის თქმა, არ არის პრობლემა, არ მოგივიდოთ. ეს ვიტყვი რომ რაბანას გამარჯვებისთვის ყველაფერს ვიზამნე. კი ბატონო. გუნდის შემართება იდეალურია ძალიან. იმდეს უხდი რომ ეს ხალხი აუცილებლად ჩემი ერთგული იქნება. კი ბატონო, ძალიან მომწონს, აპლოდისმენტები ერთმანეთს კიდევ ერთხელ. არ არის საჭირო. ეხლა ზედმეტია ბიჭო. არა მე თქვენ გიკრავთ აშთორე, მე ჩემ თავს არ დავუკრავ. მადლობა. კი ბატონო, გადავიდეთ ესე იგი კითხვებზე და პირველი კითხვა გაგიკვირდებათ და თორმა გამოაგზავნა, დავითის თორმა. კი ბატონო, გამოგვიგზავნა ეს გენიალური კითხვა და მაშინ დავსვამ ამ პირველ კითხვას ყურადღებით. პირველი შეკითხვა. ჩუმჩუმელა ბავშვი. ყეფარო დაიწყო. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად ძაღლები აპირებდნენ მაღლაცაში ასვლას და პრეტენზიის დაფიქსირებას იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეეძლოთ მათ ლაპარაკი. მსგავსად ადამიანებისა. ძაღლები ერთმანეთს მხრებზე დაადგნენ და მხარდამხარ აშენებდნენ კოშკს, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა უნებლიეთ ჰაერი გააფუჭა. კოშკი დაინგრა. ყურადღება შეკითხვა. ლეგენდის თანახმად, რას აკეთებენ ძაღლები დღემდე ამ საბედისწერო დღის შემდეგ? დრო. ბიჭო, ყველა ძაღლის 64-ში მიდის. ვიღაცამ ხო არ დაიყვირა, რომ ვინ გააფუჭა ჰაერი ეგ ხო? ნახეთ. ვინ დაილაპარაკა? ხეფა იყოს. უბრალოდ. ხეფა. რადგან ლაპარაკი? ხეფენ. ან მოიცა ერთ რაღაცას მივაგენი. ძაღლები ერთმანეთს სუნავენ. მაგაზე ხო არ არის რამე მიბმული, რომ ერთმანეთს სუნავენ ყოველთვის როცა შეხვდება. არა, მართლა, შეიძლება. 60-ისკენ მიდიოდნენ ძაღლები, ხო? ფაქტია და ყველა ძაღლი 60-ში მიდის ამ დღის მერე. და შემდეგ ვერ მიავიდნენ და სხვადასხვანაირად და შენ უფრო ამასთან ფილტვანად დაკავშირებული? შეიძლება, მაგრამ ნახეთ აი ვერსია. რას აკეთებენ დღემდე? ერთ წუთი რას აკეთებენ დღეს? ანუ ხო რა, ეგ მგონია, რომ უმოწმებს. ხო ვიცით ეხა ყველამ რომ ექჩევა ეხა მართლა რა გჭირთ რატომ იყურეთ ეს მე გითხარ ყველაზე ლოგიკურია ძალიან ლოგიკური ხო საჯდომზე სუნავენ ამ დრო შეწყდა მსჯელობა. ბატონო წამყვანო დიახ ბატონო კაპიტანო. სიმართლე თუ გაიჟღერა სწორმა პასუხმა გაიჟღერა თუ არა უნდა გითხრათ იმ შემთხვევაში როცა თქვენი გუნდი აგებს. თაფალე ვაგებთ. ფსიქოლოგიურად ცოტა აგებაში ვარ. იცით რა არის ფსიქოლოგიურად აგებთ, ადასტურებთ ამას ბატონო რაბანო. თქვენი გუნდი ფსიქოლოგიურად დღეს თამაშს აგებს ბატონო რაბანო. ბატონო წამყვანო ერთი რაღაც შეიძლება გითხრათ? რა თქმა უნდა. აქედანვე ვაცხადებ რომ არც ერთ დახმარებას არ მივიღებთ ჩვენ იმდენად მომზადებულები ვართ. არა გუნდთან თუ გაიარეთ ეს ყოველივე ბატონო რაბანო. არა მაგრამ იმედი არ მცემენ. მაგრამ ეს საბოლოოა ეხა კაპიტანს არ შეეწინააღმდეგები ვარ დარწმუნდა. კი ბატონო, მაშინ მე მინდა ადამიანი რომელიც გამცემს ამ კითხვაზე პასუხს, კაპიტანო. თუ შეიძლება გადაწყვიტეთ, ვინ გასცემს პასუხს კითხვაზე. რას ფიქრობთ? მე რა შემიძლია ვთქვა რომ ალბათ ის ვერსია რომელიც გავაჟღერე არის ყველაზე ახლოს და მე თავს ნებას მივცემ და მე უპასუხებ ამ კითხვას პასუხს. გისმენთ ბატონო რა. ერთმანეთს ერთ ადგილას სუნავენ დღეს მონაცემებით.
ხვალზე არ ვიცი როგორ იქნება რა იცი რა გადაუტრიალდეთ იმად გონებაში, მაგრამ მე ღმად მწავს რომ ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდება. მოდი ეს პასუხი სწორი იქნება გისურვო. ვა, მოდი იმენად არ მჯერა პასუხი. გაწყობს, გაწყობს. ეს ნახეთ ბატონო იმენად არ მჯერა რა პასუხი. ისტორია იყოს. იმენად არ მჯერა პასუხი, რომ გისურვებ ეს პასუხი. ეს ფაქტი რო თქვა და მე რაც გაგრძელებს რომ აღარ იყოს. მე არ ვიცი როგორ მოვიქცე ხა. ფაქტი ისაა რომ ანგარიში გაიზარდა. შეიცვალა ანგარიში 0-0 აღარ არის. აუ ეს კაიო. და ეს სწორი პასუხი. აბარა! გილოცავ გუნდს იმიტომ რომ მოდი გავიწა. მომორჩება. არ ვიცი. მე ეგ კიდე დავაგროვოთ რაღაცები და ყველაფერი მომორჩება, მე გაგიხსენებ ყველა. ეს სწორი პასუხი იყო. ძაღლები ერთმანეთს უნავენ უკანალში რომ იპოვონ ის ერთადერთი უკანასკნელი, ვინც დაუნგრია ესამხელა მე მგონი რომ ეჭვი აღარ გეპარებათ კაბინეტ რატო დავნიშნე მეგობრებო ხო? ბრავო ბატონო რაბან 1-0 გილოცავთ მეგობრებო და გონი დროა გადავიდეთ მეორე კითხვაზე. ბრიტანული კომედიის ჯონ ინგლიშის სარეკლამო პოსტერზე საიდუმლო აგენტი 3 ფრაზითაა აღწერილი. პირველი: მან არ იცის რა არის შიში. მეორე: მან არ იცის რა არის საფრთხე. დაასახელეთ მესამე ფრაზა. მან არ იცის არაფერი. ანუ გადაობა ეგ მე დებილია რა. არ იცის რა არის შიში. არ იცის არაფერი. He knows nothing. უეჭველი მე აი ანუ remake-ია ეს ორიგინალი. კომიკურია რა, რომ 007-ია და ვითომ ანუ გენიოსი ხომ უნდა იყოს რა და ბიჭო არა უეჭველი არ ვიცი, მაგრამ ლოგიკურად ეგ უნდა იყოს რა. ეხა პოსტერი რატო მოვიწოდე მაგის, მაგრამ თუ კომედია ეგ ფილმი ნანახი გაქვს შენ თავ ან ნანახი მაგ რა მომენტი იცი? შორტსი მაგ YouTube-ზე ნანახი, ბოლოში გონია რომ ელისაბედ მეორე არის და გონია რომ გადაცმული ელისაბედ მეორე არის და ცემს ვიღაცა რომ გადაცმული ელისაბედ მეორეო და თურმე გადაცმული ელისაბედ მეორეთან ხედა ეს ნამდვილი ელისაბედ მეორეს ცემს რა. იმდენად დებილი ეს არის რა ქვია პერსონაჟი ხო რა. კაი კიდე რამე ვერსიები ხო არა გვაქვს ბიჭებო? მალე კაპიტანმა როტეგე გათრიოთ. მე მომწონს და მაგიდაზე ზოგადად ვერ შეიძლება ეს შენ ვერ ხვდები რატო ასტორი ბოლომდე მაგრამ თან სწორია. ბიჭო ყურე მან არ იცის რა არის შიში, მან არ იცის რა არის ინგლისურად საფრთხე და მან არ იცის არაფერი რა. ანუ თუ კომედია იმაზე რომ იდიოტი აგენტია, ბაზარი არ უნდა იცოდეს არაფერი. დრო შეწყდა მსჯელობა. ბატონო კაპიტანო რაბან, ძალიან გთხოვთ, დაგვისახელოთ ადამიანი, ვინც გასცემს ამ კითხვაზე პასუხს. ვინც წამოჭრა ეს საკითხი ალბათ და ვინც ძალიან ყველაზე დიდი როლი მიიღო ამ ანუ მე პასუხში, ბატონი ბენი გასცემს პასუხს. ბენი გამარჯობა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თქვენ დაგეკისრათ ეს მნიშვნელოვანი და ფრიად საპასუხისმგებლო საქმე და თუ შეიძლება მითხრათ სწორი პასუხი. არ ვიცი სწორი პასუხი, მაგრამ დავაფიქსირებ რომ მან არ იცის არაფერი, არ ვიცი. მივიღო ეს პასუხიანი. მიიღო. პასუხი მიღებულია სხვა გზა არ და მინდა გითხრათ რომ ეს სწორი პასუხია. ჯიგარი ხარ შენ ბიჭო რა? აი ამას უყურე. სარეკლამო პოსტერის მესამე ფრაზა იყო მან არაფერი არ იცის. შეძალო შენ. ბრავო. ტეტრისი ნახე? ხო იმედი. მეგობრებო, გილოცავთ, ანგარიში არის 2-0, ძალიან კარგად მიდიხართ. და სტუდიაში არის ფოტო კითხვა. ეს არის სარეკლამო პოსტერის ნაწილი. ამ პოსტერზე გამოსახულია 4 პორტრეტი. მეოთხე პორტრეტში, რომელიც აქ არ ჩანს, შავი სამგლოვიარო ბაფთა იქცევა X-ად. ანუ ფოტოზე ის ბაფთა არის სამგლოვიარო ბაფთა. დაასახელეთ X-ი 2 სიტყვით. დრო. ანუ იმ ბაფთაგად რა არის სხვა რაღაც. რა უცნაური კითხვა. აი ყურე. ასახელეთ დაგდავე ბიუროს რაღაცა არის პოსტერი სავარაუდოდ და რავი. თვითონ ადამიანების სილამაზე საქმეშობა აქვს. არანაირი. არა. დედას არანაირი. სიმაღლეს? არანაირი. წონა. არანაირი. თვალის კარგი ხარ დავით გამოტყვი რა შეიძლება მაგას. აღარ მეტი აღარ მაქვს. კაი. ანუ ეს ადამიანები მწვევი არიან ხა? რეკლამას ხედავ. სამგლოვიარო არის და შეგიგულის ხო, შავის ბავთა რადგანაა გადაკრული, ესე იგი ის არის რა. გამგზავრები ბიუროსთან მივდივარ მე. რაღაცა ისეთი ხო არა, ნახე. კუბო ხო არ იქნება? ხო იცი, ბნელი რეკლამები რო და პრიალა რაღაცა ის. ბიჭო, ნახე ერთ ბნელი რეკლამები რო არის, ხო იცი, ამ სამაკაცმა რაღაცას არ მიყვარდა, მეოთხე გასხივოსნებული რო არის. რასისტული ხო არ არის რამე და ბოლო შავკანიანია. ხო არა. ნახე, ბოლო მეოთხე შავკანიანი არის და შავკანიანზე თეთრდება. დრო. ხო. შეწყდა მსჯელობა თუ შეიძლება? თუ შეიძლება შეწყდეს მსჯელობა. ბატონო კაპიტანო, თუ შეიძლება მითხრათ ადამიანი, ვინც გასცემს ამ კითხვაზე პასუხს. დახმარებას თავიდან კი ვთქვი რა. მაგრამ მე
შემილია, ჩემი გადაფურთხებულია, აუწმინდო ჩემო. მე მჭირდება პასუხი კაპიტნისგან ან ნებისმიერი მოთამაშისგან. ვინ უპასუხებს ამ კითხვას? კაი, ბოლოთას. ბოლოთა უპასუხებს ამ კითხვას. თეთრი ბაფთა. თეთრი ლენტა იგივე რა, ანუ ბაფთა. ხო, ეხლა მაგაში ნუ წამოყვებით და აი, მაინც და მაინც. გასაგებია. მინდა გითხრათ, რომ მივიღე პასუხი და დავაფიქსირე თეთრი ლენტა. და ეს არასწორი პასუხია. სწორი პასუხი კი იყო უსაფრთხოების ღვედი. ვახ, ჩემი ხო. არა უშავს, მეგობრებო, არა უშავს. თუ შეიძლება ქარდი რო ამოვატრიალოთ და შევასრულოთ ეს მინი გენიალური დავალება. არა, თვითონ კითხულობს რა. დაურეკე რომელიმე იუთუბერს და უთხრე რომ კაცი გააძრე ვინც 10k დოლარად ხალხს აპარებს ჩრდილოეთ კორეაში. დაითანხმე რომ გამოყვეს, აი. აი. მინდა გითხრათ რომ დათანხმება აუცილებელი არა, მაგრამ სასურველია რომ ეცადოთ თქვენი მაქსიმუმი რომ გამოყვეთ ჩრდილოეთ კორეაში. აი, ეხავე. ისურეკა. ურამ გაბუნიას რა თქმა უნდა. თუ მიპასუხებს. გურამა იხა. აი, safe call-ია. ბიჭო, რა ვახარ? რავი, რავი, მისმინე, კაროჩე, მაგარი პონტი გავაძრე. 10000 დოლარად, ჩემი ახლობელია, გადავყავარ ჩრდილოეთ კორეაში რა. და ბიჭო, ოპერატორი მჭირდება ძალიან და ბენი მე ხო 10000 დოლარად. ბენი ხო იცი რა ქვეშა და მე ვერაო გურამას უთხარი და კაროჩე უნდა წამომყვე უეჭველი რა. რა? მე მიგიხა უარი შეჩევა. ხო, შეჩევა. უნდა წამომყვე შენ გადამიღო ოპერატორი და რაღაცა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არის რა პრობლემა არა. ბიჭო, იდეაში კორუფციაა და რაღაცა და მაგეთო ჩერეზ ანუ შავი პონტია რა, გადასვლა გადმოსვლა რა, ხვდებით თორე ანუ საშიში არაფერი არაა რა. წამოხვალ, გადავიღებთ და გადმოვალთ რა, რაღაცა ოღონდ ისე რა, უნდა დავუჩვათ რა. მოხდეს რა? არ მოხდება ატო ჩაი არის ყველა არა, მოხდება. ჯერჯერობით ჩაიხარ. ჰა? ჯერჯერობით ჩაიხარ, შეჩევა. რატო შეჩევა? მეორეჯერ შეჩევა მაგას ეს ხო? ჰა? მე მომკალეს მეორეჯერ ეს ბიჭი გაუშვიტო თუ რას? არა, ბიჭო, რა მოკლანა. არ მოკლავენ. კაროჩე, ძმობაც გაბუძე, წამოდ გეშინია, ბიჭო, რანა იუთუბერი ხარ. წავდი რა, იგება. წამოხვალ? კი. მართლა. ხო, მეთქი. კაი, პასპორტი ხო გაქვს? კი. კაი, ხო, გაგაგებინე მაშინ დეტალებს რა. კაი. აი, მიდი გაკოც ჯიარი ხარ. გაბუნიას ბრავო ძმაო. ბრავო, მარტივად და ბრავო გაბუნიას, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივად დასათანხმებელი ამბავი. შენოდებით ახალი ზატო ჩაიყარო რა. ეს არ მოკლათ, მე მომკლათ ეთქიო. ყველაზე კაი მომენტი იყო, რომ ბენო რა ის 10000 დოლარს ყოლა. არა, პირიქით ვხარ რა, 10000 დოლარს ვიხდი მე. ციცილი კარგია, მაგრამ გავაგრძელოთ. ნამდვილად ციცილი კარგია, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ გადაცემა. მინდა გითხრათ და შეგახსენოთ, რომ ანგარიში არის 2-1 და გადავედით ძალიან საინტერესო კითხვაზე, იმიტომ რომ სპეციალურად ამ გადაცემისთვის ეგვიპტიდან ჩამოვიდნენ სტუმრები, იმისთვის რომ კითხვა დაგისვათ. ანუბისი მოვიდა, კი, ამოგდებული აქვს რაღაცა. ჩემთან ახლოს გდგა. ვაჰ, კლეოპატრა თავად. რაო. კლეოპატრა იმის მაკდონალდსის შემდეგ. გაგ ანუბის. იგი, გეცამო იგი. სკამი ბუატარი რა. უნდა დაუბერო ეხა თან, ხო? ჩემთან თუ არ ახლოს იყო დასწრეს. გადავაი. იღლება ქალბატონი ბატონი კლეოპატრა. ფეხს ვერ დგას. დაუჭირი, ბიჭო. დაუჭირე ბიჭო. მოგესალმებით. ჩვენ მივლინებით ჩამოვედით საქართველოში. ახალ პირამიდას ვაშენებთ დიდ. დაბალე ისწავლეთ ქართული. მე ვიცოდი, მერელია მე მოგეკელება. ფეხით მოდიოდა გზაში ისწავლა. შუმინაცდა და კაცი. ფათაშორის მეგრული ფესვები მაქვს. სტიკაროსანი კლეოპატრა. მათ შორის. გიორგი სტიკაროსანი როი საკი. მე ღმერთი მოდი, ხმად. აუ, კაი. სიკვდილის მარტია. პაპატ. ახ დამარტყავს. ვახ, მოპატიეთ. აი, ბიჭო, აუქცემო. მისმინეთ ახალგაზრდებო. ანუ ბიჭო დავი. ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს. უკუტავია რა დრო არა. ბოდიში, მოპატიეთ, ბოდიში. ჩვენ დაგისვამთ 5 კითხვას.
ეს ერთში გვეთქლება გლიცია. სათითაოდ ყველასთვის. კი. პატარა კითხვები იქნება და მარტივად გასცემთ პასუხს. იმედია. თუ სამ შეკითხვას სწორად გასცემთ პასუხს, ერთი ქულა თქვენი. ვაა. მინიმუმ სამში. ალბათ ბატონო კლეოპატრა. თუ ვერ გასცემთ და ეს ინდივიდუალურად რა თქმა უნდა, ყველა შევავთ. ინდივიდუალურად. აუ, ძალიან კაი რაუნდია. ახლა მე მექნება რაღაცა. თან, თითები განსვლა. აქ პაპირუსი უნდა ყოფილიყო და ვერ იშოვეს. პირიქით შეჩენი. ო, რა ჯიგრები ხართ? გოდიშ ეს ახალია და ეს არის ახალი ხო? კი წინა სიკვდილით დავსაჯე. სიკვდილის ღვიძლი და სიკვდილით. პირველი კითხვა. ვინ იყო ეგვიპტის ყველაზე ცნობილი ქალი ფარაონი, რომელიც ცნობილია თავისი სილამაზით და პოლიტიკური გავლენით? თუ ბერძენ ქალბატონს გულისხმობთ კლეოპატრა. ო მაგრამ ლამაზი არ იყო, ეგ ლამაზი ასტერიქს და ობელიქსია, მონიკა ბელუჩიო თამაშობდა ისე, მაგარი მახინჯი. ამ გადაცემაში არ არის ლამაზი. ამ გადაცემაში უფრო ლამაზია დამიჯერეთ ვიდრე სინამდვილეში იყო კლეოპატრა. დიდი მადლობა. ეს სწორი პასუხია, მიულოცეთ თქვენს მეგობრებს. ოჩახ. მე იმედი მაქვს, აი აქეც აი ორი კაცი აუცილებლად გასცემს. ჩვენ ცოტა. რომელიც ცხოველი ითვლებოდა ძველ ეგვიპტეში წმინდა არსებად? ვერ გავიგე. კატა. მაგით არ არის ბიბლიაში მოხსენებული. კი, მმ. იმიტომ რომ ბიბლია ხო ებრაელებისაა და ებრაელები ხო დამწყობლი ყავდათ ეგვიპტელებს. კითხაო? თვითონაც პირველად ესმის. ასადე. ფრიაცა სემონო. ფისო. სწორი პასუხია, მიულოცეთ ახლა. მადლობა. დღის განმავლობაში ქვეყანას მართავს ფარაონი, ხოლო ღამით კი აღარ მახსოვს. არც მე. აღარ მაგ რაღაცინებს აბა. სიჩუმე ძალიან გთხოვთ, ფიქრობს მხოლოდ რაბა არა ბატონი. მერხები და მაცინებენ. მისი მეუღლე იყოს. ეს არასწორი არა, პასუხია. თქვენი იმედი. ფარაონი დღის განმავლობაში მართავს ქვეყანას, ხოლო ღამით კი ზინავს. ვაფშე სხვა რაღაცას იზახდით. ერთები მეგონა პასუხი. სულ მოძრაობს, მაგრამ არასდროს იღლება. ყველა ეგვიპტელს სიცოცხლეს აძლევდა და დღემდე აძლევს. ძალიან გთხოვთ, სიჩუმე, ხოლო თითო ბატონი ფიქრობს და ლაპარაკობს. აი, წყალს ვსვამ. ერთხელაც რო გამომიევროთ. სულ მოძრაობს, მაგრამ არასდროს იღლება. ყველა ეგვიპტელს კი სიცოცხლეს აძლევდა და დღემდე აძლევს. კი მარა პერფორმანსი ჩადა. აუ რა საზღარი მასტია ეს გა. რომ ეცინა შეჭრა. აიღო მე უნდა იფურთ ხო შეჩი. მაგეთ გამოგეშვა ჩემკენ. ამიბანავია 5 დღე. ძალიან კაცრი კანონები გვაქვს ჩვენ. ამიტომ პირველი პასუხი მივიღე მე, ქვიშა. იხუმრა ადამიანს ხუმრა ადამიანს ბიჭო, რა იყო? რა იყო მართლა. არ შეიძლება ასე. თქვენთვის მარტივი კითხვა მორჩა. კატას მაგალითად. სად მდებარეობს პირამიდები? ქალაქში თუ უდაბნოში? ვახტანგ ბატონო, სიჩუმე. დღეს თუ მაშინ 2025 წლის მონაცემები. სად მდებარეობს პირამიდები? ბატი. ქალაქში თუ უდაბნოში? ფოტოებს თუ შევხედავ, რაც გადაღებულია გაშ ქალაქი არ ჩანს. ფოტოების მიხედვით უდაბნო გამოდის. და სწორი პასუხია უდაბნო, იმიტომ რომ დიდხანს მიდიხარ. აბა ეს ლას ვეგასის ის ანახეთ ახლა. იქ ხო არის. ვახტანგ ბატონო, თქვენ უპასუხეთ. სწორია ორი პასუხი. კაიროში ჩადიხარ 12 საათს მიდიხარ გზაში რა. უდაბნოსაა და ქალაქიცაა. ეს სწორი პასუხია, მიულოცეთ. აბა რა. რაღაცილებთ. ამ შეს ეგვიპტიდან სტუმრები, ქალბატონი თუ რაღაცა კლეოპატრა და ანუბისი, თუ შეიძლება რომ აპლოდისმენტების ფონზე გავაცინოთ. ვინაიდან 5 კითხვიდან 3 სწორად უპასუხეთ, ანგარიში თქვენ სასარგებლოდ გაიზარდა და გახდა 3-1. გილოცავთ მეგობრებო. მაშასე, ჩვენი გამომწერის კითხვა. იმ შემთხვევაში, თუ ამ კითხვაზე არასწორად უპასუხებთ, ჩვენ გამომწერს გაუგზავნით ფულად ჯილდოს. რამდენს? სიმბოლურად 100 ლარს. მოდი არ უპასუხო. სიმბოლოდ მე გამომიგზავნეთ ასე. ხო მართლა გაუგზავნე. კი, მართლა გაუგზავნით.
მეხუთე კითხვა სტუდიაში. მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთში შევხვდებოდით გადახურულ ხიდებს. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი სიმყარით გამოირჩეოდნენ, მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრი იყო. მოგეხსენებათ, წელიწადის ცივ დროს ეტლებს ბორბლების მაგივრად ციგებს უყენებდნენ, რაც თოვლში გადაადგილებას გაცილებით ამარტივებდა. თუმცა, წელიწადის ცივ პერიოდში ხიდებთან დაკავშირებით იქნებოდა ერთი პრობლემა, რის მოსაგვარებლადაც ხიდთან ყოველთვის აყენებდნენ ადამიანს კონკრეტული დავალების შესასრულებლად. რა ევალებოდა ამ ადამიანს? შენ თოვლი არის. ხო, აი მაგას რომ ზუსტად კი. ბორბლებს ხო არ უყენებდა უეჭვენ მე და ხო არ აწუბოდა თქო მაგას. რაღაცა პლატფორმაზე ხო არ გადაყავდათ და გადააგორებთ. ერთი ადამიანი ვერ იზრდა. აუ ერთი შვეოდა? გადახურული ვერ მოწოდა შიგნით. მახილი რომ აღა თოვლიანი გზიდან გადადის, ხო, მაშინ რა უნდა ქნას იმ კაცმა. ხო, ეგ უნდა ვიფიქროთ იდეაში, რომ თოვლი აღარ იყო შიგნით. შეიძლება რაღაც პლატფორმას არის. ხონდათ რომელსაც ბორბლები ქონდა იმას. ან ცხენოსანი იყო. შეასრიალებდნენ რა იმას და გადაშქში ან ეგორე. ცხენოსანი. ხო არ აბავდნენ რამეზე ხო და გადაყავდათ ჰა? რა ცხენოსანი იყო ხო. და ეწლზე მიაწევდა. ხო არა. ხო რაღაცაზე აბავდნენ კონკრეტულად? მიწოლით არ ამგონია იმ ხელა ენერგია ქონდა. არა, მიწოლა. ანუ ხო თუ გძელი ხიდია მოერთა ხო. მაგრამ მოიცადე. ღია ხიდი რო ყოფილი. რაღაცა მართავს ისედაც ცხენიან რაღაცა ხო. ეგ ციგა მე ასფალტზე ან მინიმუმ მოყინული ხო იქნებოდა და გასრიალდებოდა. უეჭველი. დრო გავიდა მსჯელობის. ხო არა. ბატონო რაბან, გენიალური გუნდის კაპიტანო, თქვენ იგებთ 3-1-ს. რა ვთქვი? და თუ შეიძლება მითხრათ ის ადამიანი, ვინც სწორ პასუხს მეტყვის. სწორ პასუხმა თუ გაიჟღერა? მე გეტყვით, რომ სწორმა მსჯელობამ გაიჟღერა. შეიძლება ლოგიკა. შეიძლება უპასუხოთ? რა თქმა უნდა. ვინ უპასუხებს? კი ბატონო. თუ შეიძლება ეგ მითხრათ. პასუხი არის წყალს ასმევდა ხოლმე ის იქ მიაწოდებდა რომ ეს 100 ლარი ჩაერიცხოს იმ ადამიანს. ბრავო რაბან, ბრავო! რა თქმა უნდა ეს არასწორი პასუხია, მაგრამ ბრავო რაბანას. და უღრმესი მადლობა ჩვენ რა მადლობა 20 ლარი აქეთ გადმოიწყოს კაცი. აქედა ტაქსით ვარწავს. უღრმესი მადლობა ჩვენ გამომწერს, იმიტომ რომ ესეთი კარგი კითხვა გამოაგზავნა და სწორი პასუხი იყო შემდეგი. ეს ადამიანი გადახურული ხიდის ქვეშ ყრიდა თოვლს. იმისთვის რომ სიგებიან მარხილს მარტივად გაიარა. ბანალური არის რა. ეს ვფიქრება რამდენი თუ იმ არა ამ რა ხიდი რამ ხელა იყო. აი ესეთი რამეები ხდებოდა მე-19 საუკუნეში. ანგარიში გახდა 3-2 და თუ შეიძლება რომ შეასრულოთ მინი კარტის დავალება. შემდეგ კითხვის დროს, მსჯელობის დრო გექნებათ 30 წამი, ჯანდაბა. უი. არა პრობლემა. ბეჭდიმა პასუხი ეგრევე. მზად ვართ? ეს შეგიძლიათ მადლობა ჩვენ ლოგოს რო ესე კარგად მოეპყარით. დავიჯე ახლა. მე-6 კითხვა სტუდიაში. სიჩუმე? ძველი ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ მე-4 თითი სპეციალური არხით იყო დაკავშირებული გულთან. გულთან და საქართველოს ბეჭადი მაქედან მოდის, მერე? აი მე მაგაზე არ ხომ მაგაზე იქნება უეჭველი. გავაგრძელო კითხვა. აი ხო. დაასახელეთ ტრადიცია. თქვენ არა ვიხართ, მე სახალხო არტისტი. დაიჩქარა 30 წამიო და ინერვიულად. დაასახელეთ ტრადიცია, რომელიც ერთი ვერსიით სწორედ ამ რწმენაზეა დაფუძნებული. ეგ ყველა ყველა მივიცოდით. ამ დაჟი ხო? და მოსად. ეგ მეც ვიცოდი. იტას YouTube არხზე მაქვს ნანახის მოსვლის მაგაზე ვიდეო. ფიტას აქვს ვიდეო გაკეთებული, კი. მეც მახსოვს ეგ ვიდეო. იტას არ მაქვს ნანახი, ამიტომ გამოიწვია იტას არხი მეგობრებო. ამიტომ არა მეგობრებო. მე საინტერესო რაღაც ახლა დრო გავაჩერო. დრო საერთოდ გააჩერეთ, გააორმაგეთ და შემდეგზე დაგვიმატეთ თუ შეიძლება. არა, ჩვენ დაგვიმატეთ. იტა ვერტყვის კარგად რა არის ეგ ამბავი. ვიდი ხო რა. უკაცრავად. მე არ ვიცი რატო ფიქრობთ ესე თავდაჯერებულები რა. რა წამყვანო? გისმენთ ბატონო კაპიტანი. პასუხს დავით ალავიძე გაგცემს. კი ბატონო. ტრადიცია არის საქორწინო ბეჭდის მე-4 თითზე გაკეთება, რადგან შენი გულის სწორი არის დაკავშირებული გულით და სიყვარული და ურთიერთობა არის გულით გზნობაზე დაფუძნებული, აქედან გამომდინარე გულთან კავშირია ეს ბეჭედი. ეს პასუხი საოცრება იყო და ცრემლებიც კი შევამჩნიე რამოდენიმე მოთამაშის თვალებზე. და ეს სწორი პასუხია ანგარიში გახდა 4-2 მეგობრებო გილოცავთ.
მადლობა ჰიტას, რომელსაც საინტერესო და გამორჩეული კონტენტი აქვს YouTube-ზე. ბატონო წამყვანო კლეოპატრას ნომერი თუ შეიძლება. ესე ვირტავობენ აქედან რაიც. იცით როგორ არის? პატარა სიმპათიები გამიშთა და რა თქმა უნდა. ესე თავს უჟურე. მაშ ასე გონი დროა გავაგრძელოთ, ანგარიში გახდა 4-ით 2, გილოცავთ. და მოდი გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. არსებობს გამოთქმა სჯობს ერთით მეტმა დამნაშავე მიაროს ქუჩაში, ვიდრე ერთით მეტი უდანაშაულო იჯდეს ციხეში. ლეგენდის თანახმად, ეს გამონათქვამი გაჟღერდა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე, სადაც ასამართლებდნენ, ვის ასამართლებდნენ სასამართლო პროცესზე. გთხოვთ, ორი სიტყვით მითხრათ პასუხი. უდანაშაულოს? ორი სიტყვით რატომ თქვა ადამიანი ხო, არის, ანუ უდანაშაულო ადამიანს, ხო, აი ესე აბა. სერიულ ყველას ხო არ ასამართლებდნენ ვინმე ეს პირობითად. პასუხი ორი სექსუალური მოძალადეა. ბიჭო, ყოლ სახელოვარია ორი. არა. ანუ ან სექსუალური არა, ნახე, ეგ რადგან ითქვა, უდანაშაულზე არ მიდის ეგ ისა, რომ უდანაშაულოს ასამართლებთ თუ ახლა თქვენ და ჯობი ძალიან სწორი გამონათქვამია ეს დიაში. ის შიერი ხო არ იყო ვინმე და რამე საჭმელი ხარ მოიპარა. ანუ აი ხო შეიძლება ხო რომ ორ სუბკის ორ სიტყვიანი არა. დონ კორლეონეში ვიკე, მაგრამ საორ სიტყვიანი არ ვთქვა სახელმწიფო დონ კორლეონე არის. ორ სიტყვიანია. ვიცი, მაგრამ სახელმწიფო არ არის. ხო, კი ბატონო, მაგაზე არის სახელმწიფო. ადამიანი ალბათ ურევია, თორე ესე ორი სიტყვით. არა, რატო სერიული მკვლელი ორი სიტყვაა პირობითად და არ არის ადამიანი. მაგასო. თესლი კაცი. ვიღაცა სექსუალური 10 წამი დაგრჩათ დრო. ფილტრი რა გვაქვს ბიჭო, როგორ უნდა გავიეთ კითხვაზე? დახმარება. თქვენ ეს ორი კიდე ორი პასუხი რო შეგვიძლია და ბიჭო მგონია რომ ან სერიული მკვლელი ან დრო. გავიდა დრო თუ შეიძლება. რორამიშა ეს დებილური შეიძლება უდანაშაულობა. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ არხის წარმდგენი და გენერალური სპონსორი არის საქართველოს უნივერსიტეტი, ჩვენი მეგობრები, ძალიან კარგი უნივერსიტეტი, იმიტომ რომ ძალიან გვიდგას გვერდში და მხარს გვიჭერს აი ამ კარგ ამბავში. ბატონო კაპიტანო, ბატონო რაბან. თუ შეიძლება გვითხრათ ადამიანი, ვინც სწორ პასუხს გავცემს. დახმარების ჩელენჯი ხო? დახმარება ხო შეგვიძლია რო ავიღოთ. რა თქმა უნდა. აბსურდულ დახმარებას გამოვიყენოთ. რენდომ დახმარებას იყენებთ, ესე იგი დღევანდელი რენდომ დახმარება შემდეგნაირია, ვინაიდან ამ ხელა გზაზე ჩამოვიყვანეთ კლეო. კლეო შემოვა თქვენთან ერთად იმსჯელებს კიდევ ერთი წუთი აი ამ კითხვაზე თუ შეიძლება ბატონო კლეო რო შეგძადეთ. ვინც შეიძლება კლეოპატრა წააქცია გოგაკულა რა და პირველი რეაქცია შეყო მე მეგობრაზე ექცა. მიხედეთ. აი სადაც არ არის ქარისხმება ბატონო ვახტანგ. რაზე დაიქცა? მე რა უნდა გავიგო ახლა? ურისკურდი ალბათ რა. დრო ხო შეიძლება ხო? მე პირიქით ამერია. აი ბატონო კლეო. ამერია. მადლობა. ურისკურდი ატაგონია. ანუ ისეთი ქურდობა არის ჩადენილი. დაშავ ძიმე არ არის ძიმე ხო რა? არა. და აი ისეთი ქურდობა უნდა იყოს აი ფუნთუშა და აი მსგავსი რაღაც. არა, უყურე ფუნთუშას გამო ცოტას მოგცემენ რა და ვიღაცას თუ აბრალებ რო ხარ არა, გააჩნია რომ დროინდეს სასამართლოზე აქვს. კი, გააჩნია. მოდი ის ლეგენდის თანახმად არის. ლეგენდის თანახმად. შენ გვიჩიეთ რაღაცა. ლეგენდის თანახმად არის თან და? ორი გიყვართ? რა თქმა უნდა. ორის კურდი ესე იგი. ორის კურდი იქნება ჩემი აზრით. ეს არის რეთო ეს არის დახმარება? ის შეშარა. არა, კითხვა. ეგრე მგონია მეც რა. არგუმენტ გვიმაგრებს რა. გავაკეთოთ ხო ეგ პასუხი გავაკეთოთ თქვენ მგონი. შენ ასკეთებ. რა თქმა უნდა. აი ვანტე. აი ყაი კაცო თრალია. მიდი ბიჭებო შეგვიძლია ეგ დახმარება. მიდი ძმებო. აი ყაი კაცო თრალია მალაი. ხო არ განვაზოგადოთ საჭმლის კურდი ხო არ თქვი. ბიჭო მე აი სერიული მკვლელი უნდა ვთქვათ მაინც. არა მგონია სერიული მკვლელი რა. იმიტომ რომ ორი სიტყვა რა გახსენდება ეგეთი რომ არა ორი სიტყვაა სერიული მკვლელი პრინციპში. ვეღარ ფიქრობ იმაში. სერკული ძალიან ძიმეა. ხო, მაგრამ ორი სიტყვა რა უნდა იყოს. ეგეთი ორი კურდი. ორი კურდი არ არსებობს. როგორ არ არსებობს ასე? ტერმინოლოგია. მაგრამ სერიული მკვლელი ხო არსებობს? და გავაკეთოთ მაშინ სერიული მკვლელი. გავაკეთოთ კი არ ვაცხობთ. ორი დახმარების გამოყენება შეგვიძლია ერთი. კი, კაცო.
გაიხარე. დრო გავიდა, დრო გავიდა. აუჩე. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა. ლეო, უღრმესი მადლობა. თუ შეიძლება რომ გამოგზავნდეთ მანდება. შეიძლება. ნომერს მიწერს რო. თქვენ არ გიწევს. თქვენ არ გიწევთ. არ ვიცით ვინ გიპასუხებს, მაგრამ შეგიძლიათ სცადოთ. ამ კაცში. ანუ ამ ერთხელ მაინც მიპასუხეთ სწორმა პასუხმა თუ გაიჟღერა. სწორ პასუხს არ გაუჟღერება. აბა დაგვერხო. ჩეპებულში. 4-2 ანგარიში. ბატონო რაბან, გთხოვთ მიპასუხოთ, ვინ უპასუხებს? დავითი. დავითი უპასუხებს. დავით, რამე აბსურდი, რამე ისეთი თქვი რა. ვაფშე ხო, ახალი რა. ახალი. ბატონო დავით. David and Dogs. თუ შეიძლება მივიღოთ პასუხი. პასუხი არის უდანაშაულო დავნაშავე. პასუხი არის უდანაშაულო დამნაშავე. ანგარიში იყო 4-2 და 4-3. და ანგარიში გახდა 4-3. იმიტომ რომ ეს არასწორი პასუხია და სწორი პასუხია ლეგენდის თანახმად ასამართლებდნენ სიამის ტყუპებს. კაი, ლოგიკურია ხო? აი, ის მკვლელი იყო ერთი და მეორე. ერთი ის იყო დამნაშავე, მეორე უდანაშაულო. რო რამე ახლოს იყო პასუხთან, უდანაშაულო დამნაშავეო. და ამ ღამეს სადღაც შეიძლება დავლინკოთ სადღაც 0.4 ქულა რო დაგვიწეროთ. 0.4 ქულა თქვენ სასარგებლოდ. რაღაცა. დავით, მე მოხიბლული ვარ შენ. უბრალოდ მეგობრებო ანგარიში გახდა 4-3. ჩვენ კი შეგახსენებთ რომ უნდა გამოიწეროთ არხი მაყურებლებო, უნდა დაალაიქოთ ეს ვიდეო და კომენტარებში დაწეროთ ვინ არის თქვენთვის საუკეთესო მოთამაშე ამ გენიალური გუნდიდან. კარდი უნდა ამოვატრიალოთ თუ შეიძლება. დაგვარეკლამით. მადლობა უღრმეს მეგობრებო, დავალება შესრულებულია და ანგარიში 4-3-ია. თუ შეიძლება შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. ეხლა რეკლამის სანაცვლოდ ცოტა სხვანაირ კითხვებს ველოდებით ჩვენ. კი ბატონო, კი იმიტომ ბატონო. რეკლამა ძალიან გაძვირდა YouTube-ზე. იყო შენი მაინდსეტი. ერთი რჩევა რა გახდა? ერთი შევა რა გახდა? ჰა? ყურადღება, შემდეგი კითხვა. რამოდენიმე წლის წინ გენეტიკოსებმა თაგვების უცნაური მუტაცია აღმოაჩინეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ზოგიერთი თაგვი დაბადებისას შავი ფერისაა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ისინი თეთრდებიან. მეცნიერები ასეთ თაგვებს ხუმრობით ერთი ადამიანის სახელსა და გვარს უწოდებენ. ყურადღება, შეკითხვა. დამისახეს ამ ადამიანის სახელი და გვარი. დრო. გასაგებია უკვე. მაიკლ ჯორდანი. მიღებულია ეს პასუხი. თქვენ გაქვთ ერთი წუთი შეგიძლიათ იმსჯელოთ. ჯექსონები. ყველა ვარიანტი. რა თქმა უნდა ჯექსონი. ისე ვიმჯელოთ რა, რომელიც სიმღერა. ერთ-ერთი შავი გათეთრებული ადამიანი. ჯექსონათებზე. ან შეიძლება ვიღაცას ვიტილიგო დაემართა. ჯიტუჯი ხო არა, სულ შავკანიან ადამიანს და კაცს. ჯექსონ, თქვენ ეზრე ჯექსონი ცოცხალია? კი. და თუ ფაქტთან ერთად არის. თუ ფაქტთან და ანტარქტიდაზე ყინულოვანი კედლის უკან. დრო, შეწყდეს მსჯელობა თუ რასაც აკეთებდით არ ვიცი. ლაძღანდარაო. მოკლედ, ბატონო კაპიტანო, ვინ უპასუხებს ამ კითხვას? ბოლოთაშვილი უპასუხებს. ვახტანგ ბოლოთაშვილი. მე რატო? ყველა უპასუხეთ და შენ შენ გააკეთე თითებით ესე და ვაკეთე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო ვახტანგ. დები ჩერნი. თუ შეიძლება მივიღოთ ამ ადამიანის სახელი და გვარი. პასუხი რო გაქვს. პასუხი გავცემ. ლეგენდარული მაიკლ ჯექსონი არის. ეს სწორი პასუხია და ანგარიში გახდა 5-3 გილოცავთ მეგობრებო. მე მაგითხვა შეიძლება? აბა, პიცა დარჩა? რა თქმა უნდა. მეც მაქვს კითხვა და მე კი ბატონო. დავიღალეთ. მაშასე, მე-9 კითხვა სტუდიაში თუ შეიძლება 5-3-ს თქვენ იგებთ? რო რამე 11 კითხვა გააქვთ? აუცილებლად. მე-9 კითხვა. სადამდე 6-მდეა ხო? ხო. 1 წუთის შემდეგ გვითხრით ქართული რეკლამის სრული ტექსტი. თუ გეტყვით, 18. რომ ეს რეკლამა შეიძლება ზოგისთვის გამაღიზიანებელი იყოს. ხშირ შემთხვევაში კონტექსტიდან ამოგდებულიც კი. თუმცა რეკლამა იმდენად ცნობილია, რომ თითქმის ყველა სოციალურ ქსელში შევხვდებით. დრო. ძველი რეკლამები კანონარი და რაღაცა. მე ზუმერის და TBC-ის რეკლამები მაგიზიანებს ხოლმე ძალიან. მე იმაზე მეგონა მანდრინას რო აგინებდნენ. მეც ვარ, რო კონსტე ამოვარდენ. ისა ბიჭო.
ავიახაზებია, ამოვარდნილიო. უფასო ავიაბილეთები. უფასო ავიაბილეთები. არა, იაფი ავიაბილეთები. იაფი ავიაბილეთები, ავიაწეტლიჯიზე. ეგა და ნახე ამოსა. მაგრამ 5 წამია. კონტექსტიდან ამოვარდნილიო მინიშნება, ეგ არის მინიშნება, რომ ამოვარდნილი ეგა რა. ეგეც მაგრამ 18-18-ზეც იყო. ბიჭო, რაღაცას ვამბობ და 18-18. ხო, მაგრამ რეკლამა YouTube-ზე, უყურე Facebook-ზე უყურე რაღაც შუაქალაქის მომენტს რაღაცას. კიდევ ეგა და იაფი ავიაბილეთები. აი, იაფი ავიაბილეთები. გამახსენდა ეგ რეკლამა. ხო, გამახსენდა. ხო, მე მაინტერესებს შემდეგ კითხები თუ შეიძლება არასწორად უპასუხო. შეიძლება ეგ არასწორი პასუხი იყოს უკვე, მაგრამ არა, სწორია, მაგრამ მაინტერესებს შემდეგ კითხები რა იქნება და დახმარებასაც გამოვიყენოთ რა. როგორ წამივიფიქროთ. პასუხს გასცემს ბატონი დავით ალავიძე. კი ბატონო. ბატონო დავით, ხო არ გამოიყენებდით challenge-ს მე ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან და ხო არ შეასრულებთ? მინდა რომ გამოვიყენოთ challenge-ი. ამის შემდეგზე ან მას იმის შემდეგზე გამოვიყენოთ. კარგით, მაშინ მე მინდა თქვენგან ერთი კონკრეტული პასუხი. ერთი კონკრეტული პასუხი არის ასეთი. ტეტრისი ერთიანდება ისევ. რომდებიან ბიჭები და ეს 4 დაბალი ადამიანი ისევ გააგზავნოს ერთად სიარულს რაც ყველას აღიზიანებს. ეს რა თქმა უნდა არასწორი შენი დედა ვაკი ბიჭო. ის უნდა გეპასუხა გამოიწეთ რაბანას ახლა. სწორი პასუხი იყო იაფი ავიაბილეთები ავიაფიქრე ბიჭო, მაგრამ არ აცი იძახდა სენა. საღოლ რა ვახო საღოლ. რა და ჩვენ კი ან არა. მარტო შენ შეგიძლია მსჯელობა, დანარჩენები ამობენ კი ან არას, ერთი წუთით. კი ბატონო. ჩვენ ვინ თქვენ? ჩვენ არა, უბრალოდ მე, ანუ მე ჩვენ იმიტომ რომ რამოდენიმე პიროვნება მომგდა, რომელს აირჩევ? მე ვირჩევ. აი ისჩი. მე ვირჩევ. აი მაგას ვირჩევ სწორად. კარგი, მაშინ ესე იგი მე უპასუხებ ამ ყველაფერს. კითხვა არ არის? ის არის, რა ქვია, ბატონ ძამყვალო. თუ შეიძლება რომ წაიკითხოთ, მინი დავალება რა. მე რა მაინტერესებს, იცი, მე ხო შემიძლია ეს დავალება სხვას გადავწე და იმან იმიჯელოს. არა. გუნდთან შევთანხმდები შეუძლია? კი, შეუძლია. კი, იმიტომ რომ კი, რატომაც არა, კაცო. არა. ვის გადასცემთ ბატონო რა? არა. ბედის. კარგია. ჯიგარი. აი როგორ ვიცოდი რომ მე შეხვდებოდი. ბაზარი არა, ძმაო. ანუ ერთ წავე, ახლა თუ წავაგეთ, მე არა, რატო? 5 ხდება შეჩება. 5-5 გახდება ანგარიში. 5 რამდენსა ვარ? 5-5 ანგარიში და ანგარიში გახდება 5-5. და მე ჩელენჯი გქონდაზე. მაშ ასე, თუ შეიძლება ყველამ დავივიწყოთ ის ყველა სიტყვა რაც აქამდე ვისწავლეთ დაბადებიდან მოყოლებული და მხოლოდ გვახსოვდეს კი ან არა. ბენის გარდა. ბენი იმსჯელოს. ხო, ეს კი ან არა ძალიან ისე მახსოვს. მეც კი ნიშნავს კი ეს დიახ. კითხვა მეათე. ერთ-ერთ რესტორანში კლიენტმა მოითხოვა წიწილა და დაამატა. თუ შეიძლება შემიწვით ყველაზე ახალგაზრდა წიწილა. გონება מחვილმა ოფიციანტმა მომენტალურად კითხა: სერ, გამოტოვება ხომ არ მოგართვათ? რა შესთავაზა კლიენტს ოფიციანტმა? დრო. კი. მე ანუ კი. მე ანუ მე რაც ვარ. ჩემი თავის ფორმა. კი. კარგი, მაშინ თუ ეგ არის და კიო მიიქნებ. დაგინო ბიჭო. არა. ხო. კი. კი თქვი. არა, ანუ ბატონო ვახონ უარღვევ წესებს. მე ვამბობ ეს შენ კი თუ არა. ეცამცი იმშელეო რაღაცეები წიწილა მოითხოვა ტიპმა და ბატონო ყველაზე ახალგაზრდა წიწილაო კი. ბატონო ვახ ჩემი რა ვიცი რა უნდა არ ვიცი აუ ბიჭო მე სეკინდა არასო მეუბნებია მარტო ის რატომ რაზე მეუბნები კი ის რაზე მეუბნები კი აი არ შეიძლება კი ბიჭო ნახე ვახო იქით არ ვიხედები იმენა შენ არა. აუ შენ თავი გამალია ახალგაზრდა წიწილაო და ბარემ ის ხوار მოგართვათო და კი. ის რა უნდა კი. ტვინი არა კვერცხი კი
კვერცხი ხო არ მოგარდა, მაგრამ თავიდანვე ეკუთქვი, შეჩემა. მე არა. დრო თუ შეიძლება დრო შეწყდა მსჯელობა მეგობრებო სიჩუმე ვერავინ ვერ გამცემს ამ კითხვაზე პასუხს გარდა ბენისა ბატონო ბენი ბატონო რაბა ყველაფერი ჩანს მინდა გითხრათ ბატონო ბენი თუ შეიძლება ვიპასუხოთ სწორმა პასუხმა გაიჟღე რა. თქვენ იგებთ თან 5-ით 4-ს და არ გეტყვით თვალში არ ვიგებ. არ გეტყვით სწორმა პასუხმა გაიჟღერა თუ არა მე მინდა ერთი კონკრეტული პასუხი თუ შეიძლება რომ მივიღო ეს პასუხი კი. არა შეიძლება პასუხი რომ ნაჭუჭია ვიცით, მაგრამ ჩელენჯს ავიდეთ. რატომ იმიტომ რომ გვინდა. კი ბატონო დაზუსტება გვინდა. კი ბატონო მესმის თქვენი ბატონო რაბან თქვენ უნდა მიპასუხოთ მხოლოდ კი ან არა ხო გახსოვთ ვახ ვინ შეასრულებს ამ დავალებას ბოლოთა ბატონო მაშინ შეასრულებს ამ დავალებას ბატონი ვახტანგ ბოლოთაშვილი მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი ჩელენჯის წამყვანი ვიქნები მე და ჩემთან ერთად ვახოს მოუწევს ჩელენჯის შესრულება. მადლობა სასიამოვნოა. მამგუ შენადად ჩელენჯი შესრულება. არც თუ ის ერთული ჩელენჯია, შეიძლება ერთის თავიდან რთული მოგეჩვენოს, მაგრამ აგიხსნი ყველაფერს და თუ ლოგიკურად გაყვები, წესი ძალიან მარტივად უნდა შეასრულო ეს ჩელენჯი. მოკლედ, მე მჭირდება შენგან 5 მონაცემი. მე მაინტერესებს, როდის დაიბადა ქარიმ ბენზემა, რიცხვი, დაბადების რიცხვი. მაინტერესებს, რამდენი ადამიანია გამოსახული ფოტოზე ლანჩის დრო ცათამბჯენზე. მაინტერესებს პირველი ელექტრონული მეილის ტექსტი. ასევე მაინტერესებს, რა თქვა თორნიკე თამაშის დაწყებამდე და რომელ საათზე იგუძებს მერაია ქერი. 5-ვე მონაცემი დამალულია ტელეფონში სხვადასხვა აპლიკაციებში. აი ბატონო. შენ შეგიძლია ლოგიკურად გაყვე და ჩემს თან უნდა გაგიჭირდეს 5-ვე მონაცემის პოვნა. მინენლა მიყვები რა, რაც ხდება, ხვდები? ვახო, რას ეძებ? ყველაფერს აბსოლუტურად. კაი, ხა. კიდენ ალბომში ფოტოებში. არა, ფოტოებში ვაჭარ. კაი, 1 2 3 4 5 6 7 8 11 ადამიანი გამოსახული. ძალიან დიდი მადლობა. 1 პუნქტი უკვე 1 მონაცემი უკვე მივიღე შენგან. შეგიძლია გადახედო. კი. ქანი ბენზემა დაბადების დღე. შენ ქანი ბენზემა დაბადების 18 დეკემბერი არ არის. ქანი ბენზემა დაბადების დღე კალენდარში მონიშნული არ არის birthdays. ხოდა გავიწყოთ მაგ birthday-ში. აი, ქანი ბენზემა არის 19 დეკემბერს ყოფილა დაბადებული 17 საათზე. დილოცავ მეორე მონაცემს მივიღე უკვე შენგან. მაგრამ ისე birthday-ები მონიშნული ქონდა თუ ჩანდეს მეგობრებო, არ ჩანდა. კაი, ესე იგი, რამდენი ადამიანი გამოსახულდა ლანჩის დრო ქანი ბენზემას დღე, პირველი ელექტრონული მეილის ტექსტი, კაი, gmail.com-ზე შევიდეთ, იმედია მაილ-ბრუზი არ ექნება ამას. ისე face recognition-ი გვინდა და უჩვენოთ. არ არის მანდ. მანდა სპეციალური. სადაც პაროლს მოგთხოვს, არ სადაც არის დამოკიდებული ეს ინფორმაცია. შევიდეთ. რა ეწერა პირველ მეილში, ხომ მითხარით რა თქვა თორნიკე თამაშს, რომელიც საათზე იღუდეს მერაია ქერი, აი მას მოდი მაგვიზარაში შევიდეთ. მაგვიზარა ელა 5 საათზე იღუძებს მერაია ქერი და შანსი არა ეს 5 საათზე ადგეს. და დაგვჭა მარტო პირველ ელექტრონული მეილის თორნიკემ რა თქვა თორნიკემ თამაშის დაწყებამდე. რა თქვა თორნიკემ თამაშის დაწყებამდე, უნდა იყოს სადმე voice message. რაღაც კარგი ლოგიკის მიყოლოდი თავზე. კი ბატონო, გამოჭედა რა თქვა მონაცემი. ბოლო გვინდა პირველ ელექტრონული მეილის ტექსტი. აი ეს ყველაზე უნდა ვჭედოთ მეგობრებო, სად შეიძლება იყოს პირველი ინტრო მეილზე არ არის ფაქტია, ფორმში არ არის. ძალიან კარგად ართმევს თავს. უკვე მეც მაინტერესებს სად არის დამოკიდებული. კარგი. მოდი პროსტა მესეჯებში შევიდეთ. პირველი ელექტრონული მეილი იყო QWERTY UIOP. ახლა გილოცავ ძალიან მარტივად იპოვე 5-ვე მონაცემი. იმის გამო, რომ ეს ჩელენჯი სწორად შეასრულე, მე გეტყვი ამ კითხვის პასუხს. და თქვენ სწორად იმსჯელეთ, ნამდვილად კვერცხია ამ კითხვის პასუხი. ვა! ბრავო ვახო ბოლოთაშვილს.
იმნათლად შესრულებული ჩვენ ჩემი ჩავეხუტეთ უკვე სხვათა შორის. ბატონო რაბან კი ან არა? ბატონო რაბან კი ან არა? ჯერ კითხვა არ დამთავრებულა, პასუხი არ მიმიღია კონკრეტული ბენისგან. მაშასე, მინდა ერთი კონკრეტული კვერცხი. და ეს სწორი პასუხია. მოვოცავ რაბანას გუნდს გამარჯვებას. კი, მოჩა. 6-4 გაიმარჯვეთ თქვენ ჩვენსა და მაყურებლების წინააღმდეგ. ძალიან საინტერესო სახალისო თამაში გამოვიდა, მე ვფიქრობ, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის და რას ფიქრობთ, შემდეგ გადაცემაში გვესტუმრებოდით კვლავ? რას ფიქრობთ, შემდეგ გადაცემაში გესპრობოდით კვლავ? კითხვა სადაა? რას ფიქრობთ? გესპრობოდით კვლავ? კვლავ? კი ბატონო. კი, გვესტუმრებოდით. მე დღეს ძალიან ვიხალისე მაგალითად. აბსოლუტურად გენიალური გუნდი თუ ადაიშლება, დიდი სიამოვნებაა. ბატონო რაბან, ხარ ამ გუნდის კაპიტანი და რაც ცვლილებებს შეიტანდით გუნდში? მოკლედ რომ ერებში ენას დაუმოკლევდით თითოეულს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ილაპარაკეს, სანამ კაპიტანზე გადმოხვიდოდი. მე მინდა აღნიშნო ის ფაქტი, რომ ხიტა მთელი ამ დროის განმავლობაში აი არაჩვეულებრივ შედევრს ხატავდა, რომელსაც მე ვერ ხვდები თემს გავს, მაგრამ ალბათ ხიტა გვეთქვის რა. ჩემი აზრით ჰიტამ დაშიფრა ყველა კითხვის პასუხი მაგ ნახატში. ჯექსონ პოლოკი. როგორ წარმოუდგენია ქუთაისას ქუთაისს? ჯექსონ პოლოკის ფანია ხიტა და ჩვენი არხის გენერალური სპონსორია საქართველოს უნივერსიტეტი, უღრმესი მადლობა მათ. მე კი დაგემშვიდობებით, თქვენ კი არხი უნდა გამოიწეროთ, მეგობრებო, უნდა დაალაიქოთ ეს ვიდეო და დაწეროთ კომენტარში, ვინ მოვიწვიოთ სტუმრად.